გამარჯობათ მეგობრებო. ეს ვიდეო მინდა მივუძღვნო ლავანდას. ლავანდის რამდენიმე ჯიში არსებობს, მრავალი ჯიში არსებობს, მოკლედ, დიდად ჯიშებში ვერ ვერკვევი. ერთადერთი ამ ჯიშის ლავანდა გვაქვს ჩვენ, როგორც ვიცი, ეს არის ინგლისური ლავანდა. აქვს საოცარი სურნელი, დიდხანს ყვავის, წელს ამინდებიდან გამომდინარე შედარებით გვიან დაიწყო ყვავილობა და დღეს არის 18 აგვისტო. და ჯერ ისევ ყვავილობს. მაგრამ დადგა დრო იმისა, დაიყვავილა შეგვიძლია ვთქვათ. ალაგ-ალაგ აქვს ყვავილები. რომ მივხედოთ, დავამუშაოთ, გამომშრალი ყვავილებისგან. შესაძლებელია სამომავლოდ ძალიან მარტივად შრება, ჰერბარიუმი გეთდება. უმარტივესად, უბრალოდ მშრალ ადგილასაც რომ დადოთ, გაშრება, შესაძლებელია საშეების გაკეთება, სურნელ სინარჩუნებს, მანქანის სურნელების გაკეთება, სურნელებისთვის და ასევე გამოყენება ჩვენ მაგალითად ვიყენებთ საპონში, საპნის დამზადებისას, ან უბრალოდ ოთახში დავდოთ როგორც თაიგული, რომელიც ძალიან დიდხანს სურნელსაც შემოიტანს ჩვენს სახლში. და როგორც ამბობენ, ჩრჩილის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. მაგრამ ცოტა ალერგიულიც არის და საკუთარ თავს დაუკვირდით. თუ ალერგიის ნიშნები შენიშნეთ საკუთარ თავს, ჯობია ის თქვენი სამყოფიდან გაიტანოთ. გარდა ამისა, ლავანდას აქვს ერთი თვისება. თუ არ გავსხალით ის ბუჩქი იზრდება და უხეშდება შიგნიდან. შეიძლება დაიშალოს. მაგალითად აქ, ჩვენმა ცუგამ დაშალა და საკმაოდ არა ულამაზო გახდეს, დისონანსი შეიტანოს რაღაც ჩვენი ბაღის კომპოზიციებში. ამიტომ გირჩევთ, რომ პატარა ასაკიდან ლავანდა გასხლათ. როდესაც გასხლავთ, თუნდაც დაბალზე რომ გაისხლას, აქვს თვისება, რაც მე შევამჩნიე, რომ გამოაქვს ქვემოდან, ამ ხმელ კვირტებზეც გამოაქვს, ხმელ ტოტებზეც გამოაქვს ახალი კვირტები. და შესაბამისად, ის გაიბუჩქება და არ იქნება უხეში, უშნო და ასე შემდეგ. დეკორატიულია ლავანდა. როგორც ზაფხულში, ჩემი პირადი აღქმით, ასევე ზამთარშიც ინარჩუნებს ფერს, თუ კარგად მოუვლით და ასევე გასხლულიც და ყვავილების გარეშეც ძალიან ლამაზია. ერთი ბუჩქი უკვე გავსხალი და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ეხლა ეს კიდევ ამ ბევრ ფოთოლს გამოიტანს და იქნება ძალიან ლამაზი. შეიძლება მეორე ყვავილებიც გვაჩვენოს. გირჩევთ, რომ არ დატოვოთ ეს ყვავილების გადანაჭერები, იმიტომ რომ ისინი უხეშდება და დეკორატიულ იერსახეს სრულად აფუჭებს. ამიტომ როცა ყვავილებს მოეწვით, ესე გადავაწეროთ მაქსიმალურად დაბლა. შეიძლება გადაიჭრას ეს ახალი ახალი ფოთლებიც, მაგრამ არა უშავს. ჯობა იყოს დაბალზე და ახალი ფოთლები წამოიღოს, ცოტა ხანი ერთი კვირა გამოიყურებოდეს, ან ორი კვირა ცოტა სხარბუნიესავით, მაგრამ სამაგეროთ მერე გალამაზდება. ამ ჯოხებს თუ დაუტოვებთ, ის გაუხეშდება და დაკარგავს დეკორატიულ იერსახეს. ასევე დაიშლება. კომპაქტური და ლამაზი ბუჩქისთვის აუცილებელია ლავანდის გასხლა. შემდეგ ესე დავალაგეთ. თავთავებივით და გავაშრობთ.